თავისუფალი თაობის ორგანიზებით ხვალ იდენტობის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით ირაკლი ვაჭარაძის შეფასებებმა ისინი გააღიზიანა. ხვალ აქცია დაგეგმილი პარალელურად კი იდენტობა მათი მისამართით გაგზავნილი მუქარის შემცველი გზავნილების გამო სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს. მირიან გორგოძე დეტალებით. ეს სოციალურ ქსელ Facebook-ის სტატუსია, რომელიც შესაძლოა დაპირისპირების მიზეზი გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის წევრის ირაკლი ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შეფასებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გააღიზიანა. ერთ-ერთი, ვინც თავის შეურაცხყოფილად იგრძნო, თავისუფალი თაობის ლიდერი ლადო სადღობელაშვილია. თუ საუბრობთ თუნდაც იგივე განადგურებაზე, ყოველთვის ვაყოლებთ პოლიტიკურ განადგურებას. და პოლიტიკური განადგურება სიცოცხლის ხელყოფას არ ეხება საერთოდ. მე ვთქვი, მამათ მაოლებს შევეხიან რომელიმე სხვა სექსუალური უმცირესობის პირს. რატომ ტყდება ხოლმე ერთი ამბავი, თუ სიტყვის თავისუფლება, მაშინ მეც მომეცეს ამ ესეთი ტიპის განცხადებების გაკეთების უფლება. თავისუფალი თაობა იდენტობის ოფისთან პროტესტის ნიშნად აქციის გამართვას გეგმავს. ორგანიზაცია კი რეაგირებას პოლიციას თხოვს. იდენტობის იურისტი ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ მათ მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს. წერენ რომ აპირებენ ჩვენი განადგურებას. ჩვენ ეს მივიღეთ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება, ანუ ამოვიკითხეთ ასეთი ქმედების ნიშნები და ამიტომ მიმართეთ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე საქართველოს პროკურორს, ასევე ადგილობრივ პოლიციას და სახალხო დამცველს. სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიციას მიმართავენ. დაიცვან ორგანიზაციის წევრთა უსაფრთხოება. ყველას აქვს უფლება, მათ შორის სასულიერო პირის, რელიგიური ლიდერის განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნოს მისი პოზიცია. ამ შემთხვევაში საუბარია ქალის ფუნქციაზე და პატრიარქმა განაცხადა, რომ ქალის ფუნქცია არის დედობა. ყველას აქვს უფლება დაეთანხმოს და ან არ დაეთანხმოს აღნიშნულ განცხადებას და მისი პოზიცია, ასე ვთქვათ, გააცნოს საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით. 2013 წლის 7 მაისი სწორედ მსგავსი, ვთქვათ, პოლიტიკური პროცესის გამოხატულება იყო, როცა სხვა ჯგუფებმა თავი ჩათვალეს უფლებამოსილად, რომ ძალადობრივად მოეხდინათ შეკრების თავისუფლების ხელყოფა. არაეფექტურმა რეაგირებამ სახელმწიფოს მხრიდან, რასაც არ მოყოლია ამ დრომზე არც ერთი პირის დასჯა, ეს იწვევს ძალადობის კვლავ წარმოებას, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან ამ ადამიანებმა არ მიიღეს ნათელი გზავნილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაცია იდენტობის დაცვისკენ სახალხო დამცველიც მოუწოდებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა სათანადო ღონისძიება უნდა გაატაროს, რომ ორგანიზაციის წევრთა გამოხატვის თავისუფლება შესაბამისად დაცული იყოს.